მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის მიზანი სამუშაოს მაძიებელთა მომზადება, სამუშაო ადგილებზე სტაჟირება, კონკურენციის ამაღლება და ამ გზით მასი დასაქმების ხელშეწყობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჯანდაცვის სამინისტრომ 68 პროფესია დაამტკიცა. სამუშაოს მაძიებლების მომზადება, გადამზადების კურსდამთავრებულები სწორედ პროფესიულ კოლეჯებში გაივლიან და დასაქმდებიან. კოლეჯი დღეს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა დაათვალიერეს და სიახლეებს ადგილზე გაიცნო. დასაქმების კოეფიციენტი ამ ხალხს აქვს ძალიან მაღალი, 80-90%-იანი მთელი მის მასშტაბით, დაწესებულების მასშტაბით და ჩვენ შეგვიძლია ამით ვიამაყოთ, იმიტომ რომ ბევრი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ესეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს. დღეს ჩვენ გავეცანით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო პროფესიას, გავიცანით ხალხი, მათ შორის მე ძალიან მიხარია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებსაც ეძლევათ საშუალება, რომ სასარგებლო პროფესია აითვისონ და დასაქმდნენ. შევისწავლოთ მოთხოვნადი პროფესიების სტრუქტურა. ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა თანამშრომლობაში ვართ განათლების სამინისტროსთან და შევათანხმდეთ ამ მოთხოვნად პროფესიებზე სამუშაოს მაძიებლების გადამზადების ერთგვარი სტრუქტურა. ეს სტრუქტურა საინტერესო არის ორი რამით, რომ მასში აქტიურად მონაწილეობს პოტენციური დამსაქმებელი, უმეტესად კერძო სექტორი. ეს მონაწილეობა გამოიხატება როგორც სასწავლო კურიკულუმის შედგენაში, ასევე მომზადებაში ამ კერძო სექტორის სასწავლო ცენტრების ჩართულობით.